Postscriptum კვლავ პირდაპირ ეთერშია. თავიდანვე გეტყვით, რომ სინგაპურის პოლიტიკური რეალობა დიდად სამაგალითო არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისათვის. აი უკვე დანარჩენზე თენგიზ გოგოტიშვილის რეპორტაჟიდან შეიტყვით თუ რა მიზეზითაა სინგაპური მაგალითი ჩვენი ქვეყნისათვის. შეგიძლიათ თქვენ სცადოთ, რა თქმა უნდა. თუ ვერ აჯობოთ გაიმეოროთ მაინც სინგაპურის მსოფლიო რეკორდი სახელმწიფოს სწრაფ შენებაში. მაგრამ ამისთვის არაჩვეულებრივ გეოგრაფიულ მდებარეობასთან, კაცხ პოლიტიკურ სისტემასა და მობილიზაციასთან ერთად ჩინური შრომის მოყვარეობა და ინდური უამბიციობა დაგჭირდებათ. მოკლედ სინგაპური სხვა ქვეყანაა, იმიტომ რომ სხვა ხალხია. ყველაფერი, რასაც ხედავთ, ბოლო 45 წლის განმავლობაშია შექმნილი და აშენებული. იქამდე სინგაპური ჯერ ბრიტანეთის კოლონიის, შემდეგ კი ცოტახნით მალაიზიის ერთი გაფარჩაკებული პორტი იყო. 1965 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება მოიტანა ყველა ის სირთულე, რაც დიდი ქვეყნისგან პატარა ქვეყნის გამოყოფას მუდმივად სდევს თან. სიტყვებს ჩრდილოელი მეზობელი და ჩრდილოური საფრთხე ასე ნაცნობს ჩვენთვის ბოლო 20 წლის მანძილზე სინგაპურელები უკვე 45 წელია იმეორებენ. სხვადასხვა წლის ენციკლოპედია რომ აიღოთ ნახავთ რომ სინგაპურის პარტობის შესახებ ყველა მათგანი სხვადასხვა მონაცემებს იძლევა და რაც თავარია ყველა მათგანი მართალია. საქმე ის არის რომ 1965 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგ სინგაპურის კუნძულების საერთო ფართობი 23%-ით გაიზარდა დამატებული ქვიშის ხარჯზე. მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ის არის რომ წარმატებული სამხრეთელი მეზობლის განვითარების ხელი შესაშლელად დიდმა ჩრდილოელმა მეზობელმა სინგაპურს ქვიშის ემბარგო დაუწესა. ემბარგო ქვიშაზე სასმელი წყლის მიწოდებისა და ათასნაირი სხვა ბოიკოტი, რასაც მალაიზია დღემდე იყენებს, მხოლოდ სინგაპურის წარმატების ნიშანია. 5 მილიონიანი ქვეყანა, რომელიც ასპინძის რაიონის საერთო ფართობის 63 კუნძულზეა განთავსებული, მსოფლიო ჩემპიონია კორუფციასთან ბრძოლით, ბიზნესის წარმოების სიმარტივითა და დაცულობით და როგორც შედეგი, სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობით. ამიტომ თუ ვინმესგან რამე უნდა ისწავლო, რა თქმა უნდა ჩემპიონისგან. კულტურა ძალიან განსხვავებით, მაგრამ მოსახლეობა დაახლოებით ერთეგივია. არც ამათ აქვთ, არც ნავთობი და არც გაზი, დიდი რაოდენობით. ყავთ საკმაოდ ძლიერი და ამბიციური მეზობლები, ისე როგორც ჩვენ. და ეს ქვეყანას გარკვეულწილად არის კარიბჭე თავის რეგიონის, ისე როგორც ჩვენ. სინგაპურში სწავლასა და მასწავლებლებს ძეგლიც კი უდგას. იმ დროს, როდესაც აქაურები ბიზნეს ევროპელებისგან სწავლობენ. დღეს ნებისმიერი ევროპული თუ ამერიკული კომპანია დიდად ამაყობს, თუ კი აქ წარმომადგენლობას ხსნის და ბაზარზე იკიდებს ფეხს. კორუფციასთან ბრძოლისთვის და სახელმწიფო მოხელეთა სტიმულირებისთვის სინგაპურმა ძალიან საინტერესო ფორმას მიაგნო. რაც უფრო მაღალია ხელფასები კერძო სექტორში, მით უფრო მაღალია ხელფასები ამ კერძო სექტორის კურატორ სახელმწიფო დაწესებულებაში. ამიტომ ნებისმიერი მინისტრი აქ ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი მილიონერია. სინგაპურის ისტორია აგერ ახლა 1819 წელს იწყება, როდესაც ბრიტანეთმა აქ პორტის აშენება გადაწყვიტა. ადგილობრივი ეთნიკური ჩინელების, მალაელებისა და ინდუსებისგან ახალი ერის ჩამოყალიბებაც იმდროინდელი იდეაა. როგორ მოახერხეს ასეთი განსხვავებული და ტრადიციული ხალხებისგან ახლის შექმნა ყველაზე საინტერესო ამბავია. ენით. ინგლისური ენით, რომელმაც სინგაპურელების ერი ჩამოაყალიბა და ისტორია შემოუფარგლა. აქაური სახელმწიფო მუზეუმის წინ მსგავს სურათს ყოველდღე ნახავთ. ბავშვები სინგაპურის ისტორიას ეცნობიან. ამას ეროვნული სიმდიდრის კურსი ქვია. Is it a special subject? ცალკე საგანია? დიახ, ეროვნული სიმდიდრე ცალკე საგანია. ინგლისური აქ სწავლების მთავარი ენაა. ყველა საგანს ინგლისურად ასწავლით? დიახ, მაგრამ ამასთან ერთად აქვთ დედაენის კურსიც. სინგაპურს როგორც მსოფლიოს ერთ დედაქალაქს მუდმივად ეჩქარება. გამულელი და გამომვლელი სამუშაო საათებში ტელეფონზე კიდია. ზოგი ადის, ზოგი ჩადის. ოღონდ ყველა საქმიანად. უმუშევრობა სულ 2%-ია, რადგან ყველა ცდილობს და ბევრს როგორც ეთყობა, გამოსდის კიდეც. რა გაწერიათ მანქანაზე, მილიონერობას აპირებთ? იმედი მაქვს რომ გავხდები მილიონერი. მეორე მხარეს მეორე სტიკერიც მაქვს. ფუშ, ანუ ილოცე, სანამ რამე მოხდება. რამე ხდება, როცა ლოცულობ? როცა ლოცულობ, ქრისტე გეხმარება. თქვენი პირადი გამოცდილებაა? დიახ, აი ჩემი ჯვარი. სინგაპურული მოდელი მარტივია. ჩრდილოური საფრთხისგან საუკეთესო თავდაცვა ეკონომიკაა. ეკონომიკის განვითარების მთავარი სტიმულია გადასახადებისგან გათავისუფლებაა. ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც სხვა 1000 ჯურის ფირმასთან ერთად რაჯის სამკერვალოს შეკვეთები მთელი მსოფლიოდან აქვს. ავსტრალია? აი ბატონო, ავსტრალია, კანადა, ამერიკა, ირლანდია, გერმანია, ნორვეგია. ჩვენ გერმანული და იტალიური ხარისხი ვკერავთ. მე იგივეს გერმანიაში რატომ არ უკვეთავენ?
Why did they decide? იქ ძალიან How much ძვირია. will it cost here and how much will it? იქ და რაღირს აქ ტრანსპორტირების The taxes are low. იქ 1500 ევრო მაინც ეღირება. აქ $450. Bigger taxes. და რატომაა აი აქ? Very low. ნაკლები ხელფასია. 15? გადასახადი რამდენია? ძალიან ცოტა, 3%. ოღონდ ჩემს თუ არ განაძრია ხელი არც სინგაპურის ეკონომიკური კლიმატი გიშველის და არც აქაური ჰავა, რომელიც სხვათა შორის ასევე წარმოუდგენლად გაწონასწორებულია. ზამთრის 23-დან ზაფხულის 33 გრადუსამდე. რაც უნდა აქაური სიცივე ან სიცხე იყოს და რაც უნდა სამსახური ჰქონდეთ, სინგაპურელები ყოველთვის გახვით ჰქონდეს შრომობენ. ბოლოს იმდენს იზამენ, რომ უარს ვეღარ ეტყვით. Alice, over there, man. Come, have a sit. Over ხო, here. მოგბრძანდით, აქეთ, დაბრძანდით. დიდი მადლობა. მარტო ხართ? We have გატამი გვაქვს chicken mutton, ზღვის ხორცი, duck, საქონლის ხორცი, იხვი, ზღვის პროდუქტები. გასინებთ? სინგაპურის სამზარეულო ისეთივე ღია და მრავალფეროვანია, როგორც მისი ეკონომიკა. ოღონდ როდესაც საქმე პოლიტიკურ სამზარეულომდე მიდის, აქ ასჯერ გაზომავენ, სანამ ერთხელ გაჭრიან. ან საერთოდაც არ გაჭრიან. 1965 წლის შემდეგ სინგაპურს ერთი პარტია მართავს. აქ უკლებლივ ყველა გაზეთი, ტელევიზია და რადიო სახელმწიფოს ეკუთვნის და თითქმის არარსებული ოპოზიციის ლიდერებს რეგულარულად ურჯიან ასტრონომიულ ჯარიმებს ხელისუფლების ცილისწამების მუხლით. აქ არ არსებობენ მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკოსები. აქ ყველა პოლიტიკოსი პირველ რიგში სინგაპურის პატრიოტია. 2011 წლის არჩევნები დემოკრატიის დღესასწაულად ჩაითვალა, რაგი 87 ადგილიდან 6 საპარლამენტო ადგილი ოპოზიციამ მიიღო. სინგაპურის პარლამენტს ახლა არ ემონტებენ. თითქოს აშენებულმა ქვეყანამ ახლა დემოკრატიის აშენება გადაწყვეტა. ახლა კი რეპორტაჟი, რომელიც ძირითადი დანიშნულება ჩვენი საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ იმ ბავშვებზე, რომლებიც მშობელთა ზრუნვას არიან მოკლებული და ახლა ჩვენს თანადგომას ელია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში 100,000-ობით უდედმამო ბავშვი ლუკმაპურსა და ჭერს ეძებდა. ავსტრიის ერთ პატარა სოფელში ომის ვეტერანმა, რომელიც უფროსმა დამ 7 და-ძმასთან ერთად გაზარდა, წამოიწყო საქმე, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. ეს შუაგული ტიროლია, სოფელი იმსტი, ადგილი, სადაც შეიქმნა ის უნიკალური სისტემა, რომლის მიხედვით საქართველოში მშობლების მზრუნველო მოკლებულ ბავშვებს აღზრდიან. ეს კი პირველი სახლია, სადაც ჰერმან გმაინერმა თავისი ოცნება განახორციელა. ამ იდეას დიდი სკეპსისით უცქერდნენ, არადა იმ დროისთვის ეს რევოლუციური წამოწყება იყო. დიდი ხნის ძიების შემდეგ ბედად ნაკვეთის ყიდვის უფლება გმაინერმა იმსთის ობლად გაზრდილი მერისაგან მიიღო. პირველი შემოწირულობა კი მეგობარმა ქალბატონმა გაიღო, რომელმაც საკუთარი სახლკარი გაყიდა. 1959 წელს პირველი ბავშვთა სოფელი გაიხსნა. თავიდან თანხის შეგროვება შემოწირულობების ხარჯზე ხდებოდა. შემდეგ აქ დამზადებული საშობაო ბარათების გაყიდვიდან შემოსული თანხაც შეეხიდა სოფელს. დღეისათვის ხარჯების 50% სახელმწიფო აფინანსებს. 62 წლის შემდეგ მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში 500-ზე მეტი ასეთი დასახლებაა. დის მაგალითზე ჰერმან გმაინერის იდეა მარტივი იყო. ბავშვი ოჯახში უნდა იზრდებოდეს, ამისათვის საჭიროა სახლი და მოტივირებული, საგანგებოდ გაწვრთნილი ქალი, რომელიც 6 ან 7 ბავშვზე მშობელებით იზრუნებს. ასეთი დედა 2 წლიან წვრთნას გადის. ორი დიდი შვილის დედა ვარ, პენსიამდე 20 წელი დამჭირდა და გადავწყვიტე ამ საქმეს ვემსახურე. ამ ხნის განმავლობაში ვეუფლებოდი ფსიქოლოგიას, თამაშისა და სწავლების პედაგოგიკას, სექსუალური აღზრდის ელემენტებს. აქ სხვადასხვა ასაკის, ბედისა და ფსიქიკის ბავშვები ხვდებიან. მე ჯერ ვეხმარები სხვა დედებს, მერე კი ჩემი ოჯახი მეყოლება. SOS-ის აღსაზრდელები ბაღებსა და სკოლებში ჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად იზრდებიან. ეს საზოგადოებაში რეინტეგრაციის პირველი ეტაპია. შემდეგ ისინი ახალგაზრდულ სახლში გადადიან, სადაც მათთან პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღებაში ეხმარებიან. ეს დიდი ოჯახი ცხოვრების ბოლომდე ზრუნავს თავის წევრებზე. ეს ორიგინალური სახლი ბავშვთა სოფელს მალუერების ოჯახმა უშენა. გეორგი და მარგით მალუერები მშენებლები არიან. ამავე დროს სოფლიოში მიმოფანტულ სხვა ბავშვთა დასახლებების მესვეურებსაც ეხმარებიან. ასეთ ადამიანებს აქ ნათლიებს ეძახიან.
და ჩემმა მეუღლემ გადავწყვეტ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 4 ბავშვის ნათლია გამختارიყავით. COS კინდერდორფის იდეოლოგია მოგწონს. ჯერ ერთი ოჯახის პირობებში იზრდებიან, ყავთ მშობლები, დები და ძმები, მეორე კი კარგ განათლებას იღებენ. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს კარგი ადამიანები და მოქალაქეები ეყოლება და ვინ იცის, იქნებ მომავალში უკვე მათი შთამომავლები ჩვენსაც დაეხმარონ. მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა უფლება ქართულ მოზარდსაც დავეხმარო და ახლა მინდა მას მიმართო. ჩემო საყვარელო ანა, სანამ ჩვენ ერთმანეთს ნახავთ ალბათ დრო გავა. მანამდე კი მინდა გისურვო მთელი გულით. ყური დაუგდე შენს გულსა და გონებას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პროფესიას აერჩევ შენი მომავლისათვის. თავარია შენი მიზანი არ დაკარგო. მიყევი მას პირდაპირ და პატიოსნად. დარწმუნებული ვარ, შენში არის ეს პოტენციალი. მყარა დადექი ამ ცხოვრებაში და ყოველთვის სიმართლის მხარე დაიკავე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ოდესმე შევხვდებით. მან შენი წერილისგან შეიტყო, რომ შენ გინდა მეტად გახდე. და გადმოგცა, რომ თუ შენ გერმანულს კარგად შეისწავლი, ეს დაგეხმარება შენ ჩახვიდე ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში და იქაურ მეტების სასწავლებელში ისწავლო და მიიღო განათლება. დიდი მადლობა აი რაც ახლა მიკეთებს, რასაც ახლა მიკეთებს იმისთვისაც და ესაც თulis რომ მომავალში გამიკეთებ. და სურსო დამეხმაროს. ჩემს სურვილი იქნება ალბათ, რომ დამოუკიდებელი გავიზარდო და არ მინდა რომ იყოს ხებზე დამოუკიდებელი, ჩემი რომ მქონდეს. ანა ქუთაისში გმაინერის ფონდის სახსრებით აშენებულ დასახლებაში 8 წლიდან იზრდება. უფროსი დაც აქაური აღზრდილია უკვე გათხოვდა და 1 წლის შვილი ყავს. 70-ზე მეტი ბავშვი უცხოელი მეცენატების შემოწირულობებზე არსებობს. აქვე ქუთაისის მე-19 სკოლაში სწავლობენ. სასკოლო ხარჯებისათვის თითოეულს თვეში 14 ლარი ჭირდება. ერთი სახლის 6 ბინადარის ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კი 1700 ლარი ჭირდება. ძალიან გვიჭერს ადგილობრივი შემოწირულობები და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გთხოვოთ თქვენ საზოგადოებასაც გამოიჩინონ მეტი ყურადღება და მეტი გულისხმიერება ობოლი ბავშვების მიმართ და რამენაირად დაგვეხმარონ როგორც მატერიალური, ასე არამატერიალური ფასეულობები. სოფელ იმსტში, სადაც ჩვენ ეს რეპორტაჟი დავიწყეთ, ბავშვთა დასახლება წლიდან წლამდე იზრდება. იქ სულ ახალი და ახალი სახლები შენდება. ყველა მეცენატი პატივად თulis ბავშვებს დაეხმაროს. სამწუხაროდ საქართველოში ჯერ ეს არ ხდება. თუმცა აი აქ მომავლის იმედით ცხოვრობენ. ჰერმან გმაინერი ხშირად ამბობდა, მთელი ცხოვრება ხელგაწვდილი ვია. მის ხსოვნას სათუთად ინახავენ, როგორც ქუთაისში, ისე იმსტში, მის პირველ ბავშვთა სოფელში. ბოლო 14 ლარი და შეიძლება თქვენ ვიღაცის ცხოვრება კარდინალურად შეცვალოთ. ჩვენი გარემო კი ბავშვით მოსავლელია. ახლა ადამიანი, რომელიც არა ნობელის პრემიაზე წარდგენილი, მასზე ფილმებს არ იღებენ, მხოლოდ რეპორტაჟს და ისიც პოსტსკრიპტუმში. ამ ადამიანის დამსახურებით მაღარო თავამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სუფთა სოფელია. ვისაც კახეთის გზაზე გიმგზავრიათ, აუცილებლად შეამჩნევდით ველოსიპედით მომავალ კაცს უამრავი ჩანთით, რომელიც გზადაგზა ბოთლებს აგროვებს. ამ უცნაური ჰობის გამო მეზობლების კეთილგანწყობას იმსახურებს. მე ალბათ ხაროჩები. გასასუფთავებს და სოფლის არგასუფთავებს გამორიცხულია. ძალიან ენერგია აქვს, სუდადის ფაქტიურად. ნოდარ ჩერქეზიშვილი 21 წელია ველოსიპედით ყოველდღიურად 100 კილომეტრს გადის მთელს კახეთში. შუშის და პლასმასის გადაყრილ ბოთლებს აგროვებს და თბილისში აბარებს. თბილისში ჩავიტან ხოლმე 17 ლარი, 15 10 ესე გააჩნია. უფრო შუშის ბოთლებს ითხოვენ, ამიტომ ოთახები პოლიეთილენით აქვს სავსე. მის სახლში ადვილად მიხვდებით დაახლოებით რამდენი ბოთლი იყრება ქუჩაში, ტრასაზე ან თუნდაც ტყეში. აი ნაგავსროყელს. ეს გამოვენა პამპერსი როყერია რა. აი ხე აი დგა ხე ჭერები ხილი იქ უნდა ჩამოწვიდეს. მივიდივარ ჭამთქონ. მე ხილი ძალიან გლაშო მივიდივარ ხილი მეხარია. მიხვალ იქ არა ყარია მეშოკეთ პამპერსი. არ ცხონია. პოლიეთილენის პარკები, ბოთლები, ბავშვის საფენები მსოფლიო პრობლემას წარმოადგენს. ეს ნარჩენები გარემოში ასეულობით წელი რჩება. მას ვერც დაწვით ანადგურებენ, რადგან ამ დროს გარემოში გაცილებით მავნე ნივთიერებები გამოიყოფა. პოლიეთილენის დამზადების პროცედურა კი გლობალური დათბობის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება.
და იწევს თვითონ გარემოს დაბინძურება და ჩვენ ადამიანები სარგებლობთ ამ გარემოთი, ანუ ჩვენ სარგებლობთ უკვე დაბინძურებული გარემოთი. ეს აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. სოფლიო სტატისტიკა შემოძრწუნებელია, მხოლოდ ჩარჩან ოკეანეში გადაყრილი პლასმასის ბოთლით 1,5 მილიონი ცხოველი დაიღუპა. ანალოგიური სტატისტიკაა პოლიეთილენის პარკებზე. სპეციალისტები გამოსავალს ეძებენ. მოქალაქეები ყრიან ნაგავს და თქვა ჯარიმდება ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე რეალურად ეს ფაქტებია. მაშინ გამოდის, რომ ყოველ ადამიანს გვერდზე უნდა დაყვებოდეს ადამიანი, რომელიც გააკონტროლებს ჩვენ ქცევას. ეს არის შეუძლებელი. ეს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მოხდება. უნდა იყოს აუცილებლად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული კამპანია. მთავარი პრობლემა პლასმასის გადამუშავებაა. დიდი საწარმო საქართველოში არ არის, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა პლასმას საინტერესო გამოყენება მოუძებნა. მაგალითად, გია აფრიდონიძის კრამიტის საწარმო ქუთაისში. ეს არის ესეთი შესაფუთი ცელოფლები, რომელიც გამოიყენება ევაკუც მაცებ და შემდეგ ჩვეულებრივად სხვა პლასმასებთან ერთად დამუშავებული მასალა სპეციალურ დანადგარში დნება. ტექნოლოგია ზუსტად უნდა იყოს დაცული, რომ მომწამლავი ნივთიერება არ გამოიყოს. გადამდნარი პლასმასი თიხას ერევა და საბოლოოდ კრამიტს იღებენ. არ არის მსხვერპლი, გარდა ამისა, ხავსი არ ეკიდება, ძალიან კარგი ხმის იზოლატორი არის. აქვე ნარჩენებისგან სასუქს ამზადებენ. აგურით ნაშენ საწყობში ნედლეულის ნარჩენი იყრება. პროცედურა იმდენად მარტივია, ამის გაკეთება ნებისმიერ ფერმერს შეუძლია. ჩვენ ეს თიმით გვაქვს დაფარებული იმისათვის, რომ ამაში უკვე ჩდება ზამთარში ეგრეთ წოდებული წვიმის ჭიები, რომელიც ამ ჰუმუსის მომზადებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ნარჩენები 6 თვეში ისეთ ტრანსფორმაციას გადის, რომ ტყის სუფთა მიწას ემსგავსება. თანაც ნაკელზე 15%-ით ეფექტურია და აბსოლუტურად ორგანული. სასუქს მეურნეობაში უკვე იყენებენ შავი მოცვი, სწორედ ასე ახარეს. მთავარი პრობლემა უცნაურია, მაგრამ ამ ნარჩენების შეგროვებაა. ქალაქში გამოთავსეთ ნაგვის დიდი მოცულობის ყუდები და ცდილობა ქონდა, რომ დიფერენცირებულად შეგვევროებიან ნარჩენები. ანუ მეჩინა ყველაფრისთვის თავის ადგილი, მაგრამ ეს მაშინ არ მოხერხდა და რაც მოხერხდებოდა, ასეთი ჩვევა ჩვენთან სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის. ეკოლოგიის თემას და გარემოს დაბინძურებას საქართველოში ხელოვნებაც ეხმიანება. ორიგინალური ხმოვანი სკულპტურები ხალხს ბუნების დაცვისკენ მოუწოდებს. ხმოვანი ინსტალაცია ალეგორიულია, მაგრამ თუ კარგად გავაკვირდებით, ავტორის ჩანაფიქს ადვილად გამოიცნობს. აქ ჩაასტურა ფატალურ შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს ეკოლოგიურმა კატასტროფამ სამყარო. შექმნილია 64-ის პატარა მოდელი, რომელშიც მხოლოდ შეხედვა შეგვიძლია. შესვლა კი არა. გამოფენის ავტორი ირინა გაჩეჩილაძე ამით ერთგვარ პროტესტსაც გამოხატავს. საკმაოდ პესიმისტური სიტუაცია არის და მინდა რომ ამ პრობლემაზე ვილაპარაკო, რომ ადამიანები ემოციით იგრძნონ, რომ ეს პრობლემა ჩვენ წინაშე დგას. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 3,5 მილიონი კუბური მეტრი საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება. მცირედი მცდელობების მიუხედავად კი ნარჩენები მაინც პრობლემად რჩება. ხალხი ბოთლებს და პოლიეთილენის პარკებს ქუჩაში გადაყრეს, მანამ ნოდარ ჩერქეზიშვილი ჩვეულ საქმიანობას განაგრძობს. როგორც ამბობს, ურჩევნია ნაგავი არ დაყარონ და თვითონ ახალ საქმეს იღებს. სადაც უბრალოდ ადამიანი ამას აკეთებს, სისტემას უფრო მეტი მოეთხოვება. ან ასათიანი გეგმებზე, რომელთა შესრულება აწლეულების პრობლემას მოაგვარებს. 73 წლის ნაზი ცხადაძის და მისი შვილიშვილის მარიამის დილას ამ წყაროსთან წყლის მარაგის შევსებით იწყება. წყაროდან სახლამდე თითქმის 2 კილომეტრია. ცხადაძეები ქუთაისში, რაზმაძის ქუჩაზე ცხოვრობენ. აქ უკვე წლებია მოსახლეობა უწყლობას უჩივის. წყალი 2 დღეში ერთხელ დილით, თანაც მხოლოდ 2 საათით მოდის. ასეა წყალი მიდრომჭი არა გვაქვს. გვაქვს წყლის პრობლემა ყოველთვის. ამდენს არის ცხელით რეცხავს, ყოველთვის წყლის მოსვლას ველოდები, დილით 7 საათი ამდღარი არის და არიქა მოვასწრო რაღაცა.
პრობლემის მოგვარებისათვის სამუშაოები უკვე დაწყებულია. აზიის განვითარების ბანკმა $500 მილიონი, ევროპის საინვესტიციო ბანკმა კი €40 მილიონი გამოყო, რომლითაც საქართველოს 28 მუნიციპალიტეტის და 6 ურბანული ცენტრის, ქუთაისის, მარნეულის, ზუგდიდის, ანაკლის, ფოთისა და ნესტიის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების სრული რეაბილიტაცია მოხდება. მათ შორის ქუთაისშიც, რომლის მოსახლეობაც კომუნისტების დროიდან მოყოლებული წყალს შეფერხებით, დღე-გამოშვებით ან 3 დღეში ერთხელ უდაბდება. ინჟინრები ამბობენ, რომ მიზეზი საბჭოთა კავშირის დროს დაპროექტებისას დაშვებული შეცდომებია. სატუმბის სადგურიდან წყალი მთელი ქალაქის მოსახლეობას ვერ მიეწოდებოდა. კომუნისტების დროს ტუმბოებიდან პირდაპირ ქსელში მიეწოდებოდა ქალაქის მოსახლეობას წყალი. ჩვენ ინჟინრებმა გერმანელ კოლეგებთან ერთად შევადგინეთ სრულიად ახალი გეგმა, დააპროექტდა ქალაქის ამაღლებულ უბნებში რეზერვუარები, რის შედეგადაც მოსახლეობის წყალმომარაგება გაუმჯობესდა. ქუთაისში უკვე აღდგენილია რეზერვუარები, დაამონტაჟეს ახალი წყლის სატუმბის სადგური. შეიძინეს თანამედროვე მობილური ლაბორატორიები, სადაც წყლის ხარისხი ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარების საფუძველზე მოწმდება. 2011 წლიდან ქუთაისის მოსახლეობის 70%, ანუ 120,000 ადამიანი სასმელ წყალს უკვე ყოველდღიურად იღებს. ქუთაისის ერთ-ერთი დიდი დასახლების ავტოქარხნის მოსახლეობა კი 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა. 9-სართულიან კორპუსზე მიმაგრებული წყლის ავზები ახლა ისტორიაში ჩაბარდა. 70-იანი წლებიდან მოყოლებული მოსახლეობა წყალს კასრებით ხელოვნური არტეზიული ჭიდანი იზიდებდა. გამოუვალი მდგომარეობაა. ადრე თუ ერთი ხელი დიბანები, ახლა ორი ხელი დიბანებს. რა ამაზე მეტი ბედნიერება რა იქნება, გაცა? ავტომატურად რეზერვუარი როგორც ანალოგიური სამუშაოები გასულ წელს 30-ზე მეტ ქალაქში ჩატარდა. ბაკურიაში დამონტაჟდა ევროპული წარმოების წყლის დამწმენდი ნაგებობა, რომელსაც ქვეყანაში ანალოგი არ გააჩნია. 24 საათის განმავლობაში მოსახლეობა და იქ ჩასული დამსვენებელი ხარისხიანი წყლით ისარგებლებს. 500 მილიონს დავხარჯავთ უკვე ამ წლის განმავლობაში და მომდევნო წლის განმავლობაში, რამე თუ დაახლოებით 30 ქალაქს თავიდან ბოლომდე მოუგვაროთ როგორც წყლით მომარაგების საკითხები, ისე კანალიზაციის საკითხები. უკვე ვარაუდობთ, რომ ამ წელს და მომდევნო წელს დაახლოებით 30,000 კაცი დასაქმდება მთლიანად პირდაპირ და ირიბად ამ სფეროში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას ტურისტულ ცენტრებამდე წყალმომარაგებასა და კანალიზაციის რეაბილიტაციას აქცევს. გასულ წელს სქობულეთში, ამჟამად კი ბურჯომსა და საირმეში სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში დაიწყება სიღნაღის, სურამის, ყვარლის, ნესტიისა და ანაკლის წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. ეკო ამის შემდეგ 4 ბორბალზე ამხედრებული დიდგორი, ციკოლიას სამხედრო დიზაინი და ქართული ბრძოლა წესებს გარეშე შოუ თაიმში პირველად გიგა. დაგვალოდეთ რამდენიმე წუთში ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში დაბრუნებთ.